130 წლის შემდეგ ჟიულ მასნეს ნავარელი ქალი სცენას დაუბრუნდა. პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 5 აპრილს შედგა და ქართველი სოპრანოს ცისანა ტატიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ერთმოქმედებიანი ოპერის დადგმა დირიჟორ ზაზა აზმაიფარაშვილსა და რეჟისორ ვიქტორ გარსია სიერას ეკუთვნით. სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ მოწვეული მომღერლები, თეატრის სოლისტები, ახალგაზრდული გუნდი და ოპერის ორკესტრი. ეს კომპოზიტორი უფრო ხშირად უნდა სრულდებოდეს და ყავს ძალიან ბევრი მონაწილე თითოეულ როლზე და ეგეც საინტერესოა. გაქვს ბევრი პრემიერა, ძალიან კარგი რეჟისურა, ასე რომ ველოდებით რომ კარგი სპექტაკლი გვექნება და წარმატება. ნავარელი ქალი მსოფლიოს სცენებისთვის არც ისე ცნობილი ნაწარმოებია. მისი პრემიერა 1894 წელს უინძორების სასახლეში შედგა. 1 წლის შემდეგ კი თბილისში დაიდგა. მას შემდეგ სპექტაკლი საქართველოში აღარ შეუსრულებიათ. ნავარელი ქალი ომის დროინდელ ესპანეთში გვამოგზაურებს. მასში გადმოცემულია ობოლი ანიტას ტრაგიკული ისტორია, რომელიც ბილბაოელ ჯარისკაცია შეყვარებული. უდიდესი გრძნობების მიუხედავად, მისი თავგანწირვის მცდელობა უშედეგოდ სრულდება. ხალი პერსონაჟი არის ერთი ამ ოპერაში. სიყვარულისთვის აკეთებს ყველაფერს, რომ თავისი სიყვარული, ასე ვთქვათ, შეინარჩუნოს. ძალიან მიხარია ბატონ ზაზა აზმაიფარაშვილთან ამ მუსიკის კეთება და ვიქტორ გარსია, ჩვენი რეჟისორი, ასევე ძალიან საინტერესო იყო მასთან მუშაობა და იმედია ყველაფერი წარმატებით ჩაივლის. ნავარელი ქალის ქრონომეტრაჟი დაახლოებით 50 წუთს შეადგენს, რის გამოც ხშირად სხვა ოპერებთან ერთად სრულდება. ამჯერად მასთან ერთად წარმოდგენილი პიეტრო მასკანის სოფლის ღირსება იქნება. თუკი ნავარელი ქალი ომის დროინდელ ბილბაოს გვაჩვენებს, სოფლის ღირსება სიცილიაში გვამოგზაურებს. მათი ხილვა მაყურებელს 5-დან 17 აპრილის ჩათვლით შეეძლება.